ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგლავამ შიმშილობა დაიწყო. აქტივისტის თქმით, ის აფხაზეთიდან დევნილ 71 წლის აზად შილაჩავას დაკავებას აპროტესტებს და მას სოლიდარობას უცხადებს. ცნობისათვის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა აზად შილაჩავამ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ლელა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. აფხაზეთიდან დევნილი ქალი პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა აქციის მონაწილეების მიერ ისევ გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნის შემდეგ. აზად ჩილაჩავას სასამართლომ სამართალ დამრღვევად ერთხელ უკვე ცნო პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა აქციაზე პირბადით ყოფნის გამო. 22 ოქტომბერს სასამართლომ აზად ჩილაჩავას სამართალ დამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ევროკავშირის გაფართოების საკითხზე მსჯელობა ხვალ გაიმართება. ევროკომისარი მარტა კოსი საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. საუბარი ასევე უნდა შეეხოს საქართველოს, რადგან რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოს საკითხზე გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. დიპლომატის განცხადებით ეს იქნება დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს ქვეყნის სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი. შეუძლებელია იყოს პოზიტიური მოლოდინი ამ შეფასებასთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით საქართველოს აქვს ისტორიულად ყველაზე უარესი მაჩვენებელი ევროპული ინტეგრაციის კუთხით ზოგადად ეს პროცესი არის შეჩერებული და ქვეყანა, რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატში იყო ლიდერი, ქცეული არის აბსოლუტურ მაჩანჩალა ქვეყანად, რომელსაც არც ერთ ფორმატში, აღარც ერთ პლატფორმაზე აღარ მოიაზრებენ ხოლმე ევროპის გაფართოების საკითხებში, ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ არსებობს ყოველდღიურ პესიმისტური მოლოდინი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და იმ პროცესებს, რომლებიც განვითარდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მწვავეა ის მოწოდებები, რომელიც მომდინარეობს საერთაშორისო მიმართულებით და სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში იქცევა, თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები არ შეხებოდა ვიზა ლიბერალიზაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეუძლებელია საღათ მოაზროვნე ადამიანს კონდეს კარგი მოლოდინი, იმიტომ რომ ქართული ოცნება აწარმოებს მიზანმიმართულ და სისტემურ ანტიდასავლურ პოლიტიკას უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, განსაკუთრებით და უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ნახევრად შეფარვით. ქართული ოცნების ყველა პოლიტიკური სვლა განცხადება, პროპაგანდისტული გამოსვლა მიმართულია დასავლური არჩევანის დისკრედიტაციისკენ. ის რომ საქართველოს უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და დავიცვათ ის სიკეთეები, რომელიც ასოცირების შეთანხმება მოიტანა ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. განსაკუთრებული მოლოდინი, რომ ეს ანგარიში იქნება სწორი ფაქტებით სავსე, რატომღაც არ გვაქვს და ეს სამწუხაროა, რომ უკვე ასეთი იმედგაცრუება აქვს ევრო ინსტიტუციებს, რომ ერთ შემთხვევაში მათივე დაკვეთით ჩატარებულ ანგარიშებში და კვლევებში საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, თუმცა მეორე მხრივ მათ საბოლოო პოლიტიკურ ანგარიშებში ეს ყველაფერი არ აისახება ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ამ ქვეყნის ინტერესები იქნეს დაცული უპირობოდ, ვერ შეცვლის ვერაფერი, მათ შორის ჩვენი გადაადგილების შეზღუდვაც. ანგარიში, რომელიც ამოქვეყნდეს ხვალ, თუ კი იქნება ობიექტურ ღირებულებებზე, ობიექტურ მოცემულობაზე დაკნობით გაკეთებული, ნამდვილად მაღალი შეფასება ეკუთვნის ჩვენს ქვეყანას, ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ აქამდეც ხშირად გვინახავს სუბიექტივიზმით გაჯერებული ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ, არ უნდათ პროგრესის დანახვა, არ უნდათ მაჯაზე კონდეთ ხელი გულისცემას დაუგდონ ყური რაც აქვს ქართველ ხალხს. ქართული ხალხის მოლოდინი არის, რომ მანამ სანამ საერთოდ რამეს იტყვიან საქართველოზე, პირველი რაც უნდა გააკეთონ, ეს არის დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები და ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა
ამ ძალადობას. ის ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილი არის საერთო ევროპულ ღირებულებებს და არის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით და გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ მხოლოდ საქართველოს. ეს არის სამწუხარო შედეგი მათ შორის ვატყობთ ჩვენ კიდევაც პოსტსაბჭოთა გავლენებისა ბრიუსელში. Best would be for the Georgian authorities to look in the mirror. უკეთესი იქნება ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა სარკეში ჩაიხედონ და რეალობა დაინახონ, რადგან ფაქტია, რომ ისინი ამყარებენ რეპრესიულ რეჟიმს, რაც ეწინააღმდეგება მშვიდობიან მოქალაქეებს, მედიას, ჟურნალისტებს. უფრო მეტიც, თუ შენ დაცული ხარ დემოკრატიით, შენივე ქცევით, შენ არ გიდგას საჭიროება დააპატიმროს შენივე ოპონენტები, არ გაქვს საჭიროება დააკავო უდანაშაულო ადამიანები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას. ამავდროულად მოვუწოდებთ მაღალჩინოსნებს დაუბრუნდნენ დიალოგს მათსავე მოსახლეობასთან და უზრუნველყონ მდგომარეობის დეესკალაცია. There is no further კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა მართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელი პარტიების აკრძალვაზე და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ბრძოლაზე. ნაციონალური მოძრაობა ახალი და ლელო ის სამი პოლიტიკური ძალაა, რომელთა გაუქმების მოთხოვნით სახელისუფლებო გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 9 თვიანი ვადა აქვს. სამართლებრივ ბრძოლას იწყებს ნაციონალური მოძრაობა. ლელომ კი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა და კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. მას სოლიდარობას უცხადებს პარტია გახარია საქართველოსთვის. მოხდება ამ კვირების თუ თვეების მანძილზე ვერ გეტყვით, როდის დაიწყება ეს პროცესი. ამასაც ვერ ვიცი დასაბუთებულად, უბრალოდ ფაქტია, რომ ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, რომ სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სამართლებრივი მეთოდებით გაანადგუროს ყველა კრიტიკული ორგანიზაცია, მათ შორის ოპოზიციური პარტიები საქართველოში. აი თავარი ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ საზოგადოებაში და რეალურ, ასე ვთქვათ, საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ ხა სამართლებრივი დიდად ეს პროცესი არ იქნება, თუმცა იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ წინააღმდეგობის კიდევ ერთი შეიძლება კერაც გაჩნდეს, ან კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, ეპიცენტრი იყოს, თუნდაც ბათუმში ხოლმე, ან რა ვიცი, ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა პროცესი წავა. გახარიას გუნდი არ არის ამ სარჩელში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თანმიმდევრულები ვართ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს, ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი შეცდომები, ჩვენ ვთქვით, რომ პარლამენტის ბოიკოტირება იყო შეცდომა, შემდეგ ეს მთელი პროცესის ბოიკოტირება იყო შეცდომა და რაც მთავარია 4 ოქტომბერი, რომელმაც გაუჩინა ბევრი შესაძლებლობები ოცნების რეჟიმს. 4 ოქტომბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა, რომლებმაც შექმნეს ეს დღე. შეიქმნა საკმაოდ სკელტანიანი დოკუმენტი, 500 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საკონსტიტუციო სარჩელის და განიხილავს სასამართლო ამ დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის და მისი საცეცების წინააღმდეგ და მიიღებს, მე დარწმუნებული ვარ, შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ექსტრემიზმი, საქართველოში უნდა დასრულდეს რადიკალიზაცია, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია. და აი ეს სექტა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აჯანჯღარებდა ჩვენ ქვეყანას, უნდა დასრულდეს. გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. ფასადის მოწესრიგების სამუშაოები ავანინის ქუჩაზე მდებარე სახლებს უტარდება. პროექტის მიხედვით ფასადების პარალელურად მოწესრიგდება აივნები. მიმდინარე სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ, პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა შენახვა ფლობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა პირადი სარგებლობის მიზნით წინასწარის შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში. პოლიციამ დაკავებული საცხოვრებელი ბინის შხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით მოიღო. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა სადახლოს გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კლეფედრონი ნივთმტკიცება დამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს გასული თვის მანძილზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული არიან ინდოეთის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, ერაყის, ეგვიპტის, ლიბანის, მაროკოს, ფილიპინების, იორდანიის, ბანგლადეშის, ჩადის, კოტ-დიუარის, რუმინეთის, რუსეთის, ნიგერიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.